რა სხვაობაა ტონერის და ტონიკის შორის? ხშირი შეკითხვაა ჩემს კომენტარებში, მოდით დავკონკრეტდეთ. დავიწყოთ იქიდან, რომ ორივე ეს საშუალება ემსახურება ერთი და იგივე საქმეს, დაბანის შემდეგ სახის დატენიანებას, დატენიანების პირველ ეტაპს. ამიტომაც ძირითადად სიტყვა ტონერი გვხვდება ჩვენ კორეულ საშუალებებში და სიტყვა ტონიკი უფრო გვხვდება ევროპულ საშუალებებში. აი ეს არის მთელი ამათი სხვაობა. მაგრამ ეხლა უყურეთ, ევროპული საშუალებები ძირითადად არის უფრო თხელი და კორეული საშუალებები არის უფრო ბლანტი. ამიტომაც უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ შემადგენლობას, რა შედის. ზოგ ტონერებს ურევია თუ ცხიმიანი კანია მჟავეები, ზოგ ტონერებს, მაგალითად თუ არის მშრალი ან გრძნობიარე კანი, ეს უფრო ძირითადად კორეელებს აქვთ ხოლმე, არის უფრო ბლანტი. აი ეს ორი სხვაობა, სხვა არანაირი სხვაობა ამ ორ დასახელებას შორის არის, რადგანაც კლასიფიკაციაში, კოსმეტოლოგიური კლასიფიკაციით, სიტყვა ტონერი და ტონიკი ერთი და იგივეს ნიშნავს. ეს არის პირველი ეტაპი დატენიანების. აბა წარმატებულ არჩევანს გისურვებთ, ჩემო კარგებო.